დევნილთა და სოციალურად დაუცველთა 240-მდე ოჯახს გამოსახლება ემუქრება. დღეს ხმაურით მიმდინარეობდა შეხვედრა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და ისხანში ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ ოჯახებს შორის. სამინისტრო მათ შენობის დროებით დაცვას და რეაბილიტაციის შემდეგ შესახლებას თავაზობს. სამუშაოების პერიოდში კი უწყება მზად არის ყველა ოჯახს ბინის ქირის საფასურად 300 ლარი გადაუხადოს. სამი ინვალიდი ბავშვი 250 ლარია ქირით. როგორ გითხრა ვერ შეულო ფიზიკურად ბინას. სამასად პერიფერიებში ვერ ნახავ ბინას. ჩვენ ხო დაგყავს სკოლა, ბაღი, ყველანაირად უკვე ამ ტერიტორიაზე აწყობი. ჩვენ გეგმას შევიმუშავებთ, მე გაძლევთ პირობას ჩემ ხალხთან ერთად უმტკივნეულოდ ისე რომ აქ 5 კაცს ვერ ნახავთ, თქვენ წყნარად გავალთ. სამინისტრო აფორმებს დევნილ ოჯახთან ყველასთან ხელშეკრულებას, სანამ ბინით აკმაყოფილდებით იქნებით უზრუნველყოფილი ქირით. ეს იქნება ხელშეკრულება, არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტალურად გაფორმებული ხელშეკრულება. დედაქალაქის მერია რიყის ტერიტორიის რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს. არქიტექტურული კონკურსი მომავალ წელს გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა მოთხოვნები ექნება ქალაქის ხელმძღვანელობას ინვესტორებთან. ასევე უცნობია რა ბედიელის უკვე განხორციელებულ პროექტებს, მათ შორის ეგრეთ წოდებულ რიყის დოქებს, რომლებიც არაერთხელ გახდა ბრალდებებისა და პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. ერთი ამდენი კიდე ჭირდება, რაც დახარჯულია და კიდე არ ვიცით რა იქნება. უკვე შეგიძლიათ გამოყენება. არაფერი. 99 მილიონიანი შენობა დღეს უფუნქციოა. რამდენიმე წლის წინ ცნობილი იყო, რომ აქ მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო. თბილისის მერია პროექტის დასრულებისთვის არქიტექტურული კონკურსის გამოცხადებას გეგმავს. შენობის დანიშნულებაც ამის შემდეგ უნდა გაირკვეს. წყალში გადაყრას არავინ არაფრის არ აპირებს, ოღონდ დანიშნულებაზე მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როდესაც შენობას დაემსგავსება და ეს ამჟამად არის კარკასი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სივრცეს იკავებს. თბილისის მთავრობის ყოფილი წევრები ფიქრობენ, რომ შენობის გამოყენება ახლაც შესაძლებელია. მათი განმარტებით ამისთვის მცირე ხარჯები და მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. მინიმალური კეთილმოწყობის პირობებში შესაძლებელია, რომ გაიმართოს გამოფენები, თავისუფალი თეატრალური პროექტებიც და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ჩანს, ისევ ისაუბრებს ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ წარსულის შეცდომებზე. ერთი სხვი მისასალმებელია, რომ მოედნენ გონს და მართალია გვიან, მაგრამ სიობს გვიან ვიდრე არასდროს და გადაწყვეტეს ამ პროექტის დამთავრება, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ აქამდე რო ეს გაეკეთებინათ, უკვე ფუნქციაც მოძებნილი იქნებოდა. ორიგინალური ნაგებობა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა. რიყის ტერიტორიაზე განთავსებული ეს შენობა ყოფილმა პრემიერმა რამდენჯერმე გააკრიტიკა. საუბრობდნენ მის დემონტაჟზეც. თქვენ ნახეთ ის ზარბაზანის კუჩისაგავს იმ ორ შენობას რომ აშენებს იქ რამდენად მოგწონს თქვენ არ ვიცით კიდევ იგივე რიყეზე. კრიტიკის მიუხედავად ეგრეთ წოდებული რიყის დოქების პროექტის დასრულება მაინც იგეგმება. დავით ნარმანია განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში კონკურსი რიყის მთლიანი ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით გამოცხადდება. ეს ტერიტორიის შემდგომი განვითარების მიზნით გამოცხადდება საჯარო კონკურსი, რომლის საფუძველზეც შეერჩევა პროექტი, როგორ განვითარდეს და როგორ დაიხვეწოს შემდგომში კიდევ უფრო მეტად რიყის ტერიტორია, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც განვითარებას აჭირებს. არქიტექტურული კონკურსის გამოცხადებას დედაქალაქის მერია და თბილისის განვითარების ფონდი მომავალ წელს გეგმავენ. და ახლა კურიერში ამინდი